აი ეს უნდა გავჭყლიტოთ მეგობრებო ლიანდაგებზე როგორ ეპიკურად დაიწყებ ხოლმე რა მაგარი ტელეფონია Bluetooth აწერია ზევით Bluetooth რა აბა ახსენი Bluetooth-ი არის მაგალითად ნახე როცა ყურსასმენები გაქვს და რაღაცები შეგიძლია ტელეფონზე დააკავშირო Bluetooth-ით და ყურსასმენებს რო გააკეთებ შეგიძლია მოусმენდეს სიტყვით თარგმნე აბა Bluetooth ხო Bluetooth-ი როგორ თარგმნო კაცო გადმოთარგმნე ინგლისურიდან ქართულად რა იქნება Bluetooth იგივე Blue რა არის ლურჯი ლურჯი კბილი იქნება კი მაგას ნიშნავს Bluetooth ემბლემას დაკვირვები ხარ კბილის ემბლემაა ორი კბილის ფორმა აქვს ორი დინოზაურის კბილის ფორმა აქვს კი არ გაღადაობი Bluetooth ნიშნავს ლურჯ კბილს ლურჯ კბილს კი გავატყლეჭინოთ კი გავატყლეჭინოთ ხო არ დაგონა მეწოდება რაღაცა მაგარ ტელეფონს გავს ელემენტი არა გავანახე ელემენტი ხო არა აქვს ეგრე მახსოვს რა აქედან ნახო აქედან გააჩაცურე მოიცა ესე აუ მიდი რა აჰა სო არა აქ ელემენტი აი იმედია მატარებელს გამოვიჭრით მანამ გაბრიელი იწვალებს ჯოჯოხერ თუ ტანჯვას გაელის ამ ტელეფონს მანამ გაუგებს და აწყოს და დაშლის ჩვენ მატარებელს ოლოდები ნუ იქით ისედაც საქმე გვაქვს მაგრამ მაინც სხვათა შორის მაკედას რასაც ჩვენ უყურებ ძალიან მაგარი ისტორია აქვს აბას აი აგურით რაც არის აშენებული ბლოკით უფრო სწორად იცი რატო არ ხო განსხვავებულია იქეთ სხვა კედელი მოდის იქეთ სხვა კედელი ჩადის რატო მოკლედ სადღაც ესე 14-15 წელს ვიქნებოდით ღამით გაგვაღვიძა გორმა ბრახვანის ხმა მიცე მატარებლის სიგნალმა უწყვეტმა აი ჩვენთან ხო ლიანდაგებია და გუგუნით აი ესე რაღაცა მოდის კაროჩე და აი ეს უწყვეტი სიგნალი და მე ბრახ რაღაცის დაჯახების ხმა და განახეთ მე რომელ კარებს დაეჯახა ეს არის ქარხანა ამ ქარხანაში შედიოდა მატარებელი ემსახურებოდა და ის კედელის თავი ცენტრალური კარი ხო გაანგრია წამოვიდა მთელი ეს გზა გამოიარა მუხრუჭე მომტყუნა და ეს კედელი გადმოანგრია და მატარებელი ეგდო აი აქ ეგდო დაბლა მატარებელი თავის ვაგონებიანად და საწყალი ის მძღოლი ვინც იყო ის გადმოხტა და მატარებლის ქვეშვე აღმოჩნდა გადაუარა და მაგასაც მე განახებ მემორიალური რაღაც ჯვარი დგას იმ ადგილას. იმიტომ არის მე ეს კედელი ააშენეს უკვე ნუ სხვანაირად რა. წარმოგიდგენია ეს კედელი გამოანგრია, შიგნით ეხა ლიანდაგები იყო მან. ხო, სამუშაო მასალა შექონა ქარხნისთვის რა, იმ მატარებელს და ეს კედელი გამოანგრია და აი აქ ეგდო, აი ამ მონაკვეთს. აჰა. ჩემ თვალით ნახე. მე დილით რო გავიგეთ რომ რაც მოხდა და რატომაც იყო ეგ ბრაგვანი, წამოვედით და ნახეთ რაც იყო მომხდარი. სახლი იყო, სახლში ვიყავით ღამე გვიან ჩვენთან ხო სახლში რო ხარ მატარებლის ხმა არ გესმის ხოლმე და მით უმეტეს ღამით ეხა სიჩუმე როა ხო გავიგეთ ეს სიგნალი გაუთავებელი რაღაცა და მე ბრაგვანის ხმა ერთი ხმა ბრახვანისო კარი გაანგრია და მეორე უკვე ეს კედელი რო გადმოანგრია და რომ მოვედით უკვე ეს აქ იყო გადმოარდნილი ესე აი აქ ეგდო არ გინდა ნახო. უბრალოდ წინ წადი დაიხარე და გააკეთე. ახალი გასართობი აღმოაჩინათ სიღმა. მატარებელი ისე მოვედით, აქამდე მატარებელი არ დავხდა. რასაკეთე? აი განახე. აუღოთ ხოები და გადავყაროთ. აგარი ეფექტი მოაწყო. ფეერვერკი წყალში წმავს. ისე მოვედით, აქამდე მატარებელი არ შეხვდა აზე ხა. მოძგოვენ ანწიეს იმა. ოხ, ბიჭუნცულები. შეიძლება მატარებელი არ დადოს, იმიტომ რომ ზამთარია და ეს ისინი. აი ეს შეიძლება სრიალა იყოს. და გადავარდეს. გაიგე? ანუ მატარებელი ზამთარი რაც დაიწყო არ დაგინახია გავლილი? არ დადიან მატარებლები? არ დავინახე, მას არ დავინახე. მთელი ზამთარია მატარებელი გავლილი არ გინახავს? აუ მოდი უნდა გადაგაგდო. შენც გადახტები თუ გადაგაგდო? ხედავცულები თო? გამოგარი ხიდან ცულა აუწყიათ, აქეთ არ ყოფილი ვარ, კაი ხანცულებია და
ეს ნახე როგორი ლიფტია, ლიფტიცა? აბა რატოა? იმიტომ რომ ისა. ანუ ვიღაცებს რო აქვს ფეხები მოტეხილი და იმაზე რო ზიან, ახედა რომ ამოვიდნენ. ანუ უნარ შეძღუდულები ვინც არიან? ეტლით ხო დადიან? ეტლიანი ადამიანები. ვინც ვერ დადის და იმ ეტლიანი ადამიანებისთვისა შეუვლენ და ამოვიდნენ. მაგარი კონსტრუქცია. ხმაურიც აღარ შემოდის, აქ ხმაური იყო ხოლმე. საინტერესოა განათებული თუა, თუმცა ვინც აქ გადაივლის თავზე არხენა დააწვიმს და დაათოვს. გადახურულიც უნდა იყოს. მოკლედ აი ამ სეტკაზე გეუბნებოდი რომ ეს ქვების წვენისგან იცავს, იმიტომაა აკრული. მთლიანად ხედავ? ვიბნევი რო. ამაზე ბოლომდე ავდიოდი ხოლმე. ოღონდ შენ ეგ არ გააკეთე, კი? არა. ციყვი რა ისტორიას ყვებოდი? ბა. შეიძლება? ო, მოდი. ესე იგი, გეტყვით მეგობრებო სასაცილო ისტორიას. ცოტა მეგობრი ცუდი სიტყვაა, მაგრამ მაინც ვიტყვი. ესე იგი, ჩათლახი ადრე მეგობრებო ნიჩაბი. ჩათლახი მეგობრებო ნიჩაბი და ჩემ ბიძაში ისა მამიდაშვილებს უბრალოდ სოფელში რა ვიყავ, ვეუბნებოდი აი ნინი ხო? გადაარჩი, ნუ მოვყვები. აი ნინი ხო, იცით ქერთმიანი გოგოროა. ხო. ადრე ვეუბნებოდი, მომეცი ჩათლახი თქო, რა მომეთხარა მიწოდა რაღაცეები, რომ თამაშობდით. ანუ ჩათლახი გეგონა ნიჩაბი? ხო. და ჩათლახი მომაწოდეო? ანუ მეცამაკ ნინი ამოსაცხადეთ ჩათლახი მომაწოდეო. ანუ ნინი მიწოდა და ერორი ქონდა თავში და ეს ბავშვი რეებს ამბობსო, ხო? არ ვიცი, ალბათ. გარი. და ჩემი სასაცილო ისტორია მეგობრებო. დაავლე ბოთლს. ვერ მეაწვდნენ. აი იქამდე ვერ მეაწვდნენ. და თან არ გადაყო, შორიდან გაისურვე. ნახეთ ამ სიმაღლეზე ვარ. აი ბეტონს. ო. მეაწვდნენ? არ ვიცი. მიდიება. ელა. არ გადაყოლია. დავა მიდი. ლოგიჭია ვარ ეგრე. გაიძვა. ხიდს როგორ გაარტყი ბიჭო, ბეტონს გითხარი რა ხიდი? მე აშკერი ხარ. ტელეფონს არა კიდე იმას მე. იმას გაარტყი მეთქი და ხიდზე გადააკეთე. აი დიდი ამბავი რა იყო. რა დიდი ამბავი რა, მე გამოშტერებული ხარ რა. ეგ გაჩვენებ როგორ უნდა ეგ ამბავი. აღარ ყრია ბოთლემცულა? აღარ არის. ვერ გაჩვენე. დააფუჭე შოუ რა, წავედი. მაგრამ აი ის რომ ახეთ წუთით ეხა მატარებელი გაივლეს, ხმა ძალიან ცუდად გამოჩნდება და შეგიძლიათ 1-2 წუთში დამირეკო თლიან დაგებთან ვარ. ხმა დაიკარგება უბრალოდ. დაისურვე. აი ნახე. არა. გადაისურვე. საწყალი. აგე ნაწილები ყრია. ხო, აი ნაწილები. აი ეს აგე. ნაწილი. აი აქაც ნაწილი. აგე. აბა ელემენტი ვიყიდე და სკოლაში წავიღებ და არ გამოჭყლეტინო. მაინც დავდი რა. დაინახე თუ არა მატარებელი ეგრევე მოგინდა, ხო? კი. რა მაგრა გაჭყლდა? Pobre, mi madre. Cazzo aghe. ბიდარჩა. ჩვენ ტელეფონიდან. აი. გილოცავ, შეგიძლია აწყო და გამოიყენო. წავედით. რა მაგრავად ყოფაც. ესეც ასენსულები ლიანდაგებიდან თავი ამოყავით. ოპა, პირდაპირ FC-ის ვარჯიშზე და ზეგი შენ გარდა ყველასაცვია, ხო, ეკიპირება. სად დაფრენა? გუშინ ხო თქვა რომ ამეთი არით ხოლმე. ზეგი აი ამათმა ყველამ გაიგეს და შენ ვერა, ხო? ეგრე აქვს უკვე ეკიპირები გუნდში, როგორ არის? ეკიპირები უნდა გააგდე არა ვარჯიშო დღეს, არ მეწყინება. არა, მამეთ მეც დამავიწყდა, მაგრამ მე მგონა ეცი.
არა, ზოგადად ათი იცოდე რა. მოხვალ და მე გაიხდი თუ გინდა კაცო, მაგრამ უჩი მოდი ეგ. ნაუთ გაუმარჯოს. ალამაზად გამოიყურება. აჰა, ხვალე 2 საათზე თამაში გქონია. ათქვე გვაქვს. რანგაი. აი მაგ ორფატალაში. წინადე რო ქონა თაღლაურებს უკან? ოღონ ახლა ჩვენ ტოლებს თქონდა. მაშინ 13-იანებში გავიოთ პატარა. აჰა, ესე დას. ყველა ფორმებში არიან? არა, შეგიძლია. გაბრიელის გარდა. უარეერიოთ. ოუ, აი, აქ რა უნდა ბუთს, ბიჭო? ყველა რა. აცილება, მაგრამ ისეთი რომ მეგამარტყათ ეს რაღაცა სიმონ. კოპალცულამ რა გაჭიმა? კოპალიანე 2 ყუთელი ბარათის და წითელი ბარათის ავტორია წინა თამაშში. მალე და ვერ მივხვდი რა ატიპის ვარჯიშია თუ რა არის? დასაკეთოთ. მე ვერ გავიგე რა ხდება, გაჩერდება დრო. კაი რატომა იყოს? შეიცვალა კი. ალბათ სიყვი კარში. არა, თქვენ ამის მერე შეიცვლეთ. ანუ ორჯერ გააკეთეთ და მერე შეიცვლეთ. მერე უკვე გავაკეთეთ. კოპალ 2 წითელი როგორ გამოიმუშავა? 2 ყუთელი ფოს. 2 წითელი. ვაში გენაცო. აბრელი კი ადგა, მაგრამ ეს რა იყო არ ვიცით. კარში ბურთი ჯერ არ წავიდა, თუ წავიდა. ოჩა. განხურდა თამაში ისანის წინააღმდეგ მეგობრებო და სამწუხაროდ ძნელბედობის ჟამს ჩავთე და მოიგერია ციყმა ბურთი და ციყმა კაი ბურთი მოიგერია მოკლედ ამის თქმა მინდოდა, მაგრამ არა უჭირს რა ამოგერებულსა და დაარტყა. შეაგდო ოჩაღმეგრელ პრეფექტ ბურთი გამოძერწა, დახატა ჩაქსვა ჩახატა პატივცემულმა მეგრელიშვილმა ნიკოლოზმა დიდი ტაში მას, კაი გაყოფა ტაში შეწყდა, წავიდა. კოპალიანი, მეგრელა, დენიძე და მისტერ გაბრიელი, ოპაც. იქ რაღაცა ვერ გამოიყენეს, თუ რა მოხდა? ბობოქრობს ბატონი ბაჩო. ვერ გავიგე, მეგრელა ხანიკეთ უტევს ხანაკეთ, თუ რა ხდება რა ვიცი. აჰა. დაწყნარეო გეუბნებიან. ოპა, ვიღაცა ჩაჩეხეს, არა. გამოდგა კომლა. ხურცულები. აბა შეიტანა ციყვენ ცულან ბურთი თამაშობ ცულაში. წავიდა ობაჩომ თქვა. აიტანა ობაჩომ ცულან. ეს დაარტყოს. დაარტყმა საპირებდა ციყვი დროულად რეაგირებს ბურთზე. აბა რამ ცულები ბიჭო. აიტანე რახან არავინ არ არის. აი ესე და წინაულენ. აი ესე. მეგრელა როგორი მშვილდის არივით არის გადა.
მაგრამ ხელას უცე გაჭრა და თვითონ დაარტყა ახლა შეგენაცვალე. აი ეს არის ბატონ მეგრელას სკილები მეგობრებო. ჰაი ლეველი უჭირავს. უზალა აღარ არის ჩვენთან როგორც ატყობს მეგობრებო. აჰა, ჩაუჭრეს. მაგრამ მუშაობს, შეტევაც დაცვაც. რომლა მეგრელა ისო, აბა მეგრელას სკილები ჩართო ნახე რამდენი მოტე ხო ნახე რა პასი. რა კაი პასი ბიჭო. კაი არა უშავს, მარცხენა ფეხზე იყო და არ მოუხერხდა. არა ჩაულებრი ცულა. ეხლა აქეთ უწევს კაცო. მეგრე შენ ვისკენ ახალო. აა. გამოშვები თო მეთქი რევშოდა. თურმე ნეიტრალ ცულა ყოფილა. აბა. აჰა ნახე როგორ აუგდო. კოპალცულა თვა ვინ არის როგორ მიწდა. ჩამოკიდებო ყოჩახ ციყვი ერთი გადაარჩინა. კაი რეაქცია იყო. მო აიღე წამოხტი უბრალოდ ძლიერი დარტყმული. კაი იყო, კაი. ნუ ახლა გოლი გავიდა უკვე მაგას ვერა ფანტომიც ვერ აიღებდა. პირველზე რეაქცია ქონა, მეორეზეც ქონა და ვეღარ მოასწარი რა, ძლიერი დარტყმული იყო. კარგი იყო, მე მომეწონცულა. ვისაც არ მოგეწონათ, შეგიძლიათ არ უყუროთ ამ ვიდეოს. წამოვიდა კარში დარტყმები, გაბრიელი ანაწილებს, ბურთებს დადუდგას. კარში კარგია დადუნცულები. დამატებაზე უკვე კარგია. კარგია. აჰა, შემიერია. ჩაღდადუნცულები. სიყვის დრო მოვიდა. სიყვის დრო მოვიდაო. მეგრელა მრატა ჭიდა და სიყმა წაუტყა თვითონცულებით და -1 ყვავი. აბა ლუკა. შეგენაცვალე, ასე. ბიჭო. -2 ყვავი. შეგენა ეს მაგრად ურტყავს. კაი დარტყმა, ჯიგარი ხარ. ჯიგარ. ცილცულა. Who's next? ჯიგარ. მარცხენა ფეხი. გაბრიელმა ჩათვალა რომ უნდა გაეტარებინა ეს ბურთი და სწორი გადაწყვეტილებაც იყო და ოხსნა. ჩვენამდე მოვიდა ბოლო-ბოლო სასიხარულო ინფორმაცია რომ მოსკოვის პროსპექტზე არსებული სტადიონი როგორც იქნა დაიწყესო ბიჭო და ვარჯიშის მერე გამოვეკანეთ. მე მისტერ გაბრიელი ბაჩო მეთქი მინიმუმ ღობე მაინც იქნება უკვე შემოხსნილი მეთქი და არამც მეგობრებო არ შეცდეთ. ჯერ არაფერიც არ დაწყებულა და საწყენია რომ ეს ასია. მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ მალე ეს სტადიონი იქნება განახლებული და საყვარელი და არ იქნება ასეთი სევდიანი დასანახი. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექა დეშუბა 83. მადლობა.